მანიპულაციები ხშირად კარგად არის შენიღბული, იმდენადაც კი, რომ ხანდახან ჩვენსავე ინსტინქტებსა და აღქმებში შეხვეტანინებს ეჭვს. თავისი არსით კონტროლის ფორმაა რეალობის დამახინჯება, რათა მანიპულატორმა სხვაზე ძალაუფლება მოიპოვოს. მისთვის ჩვეული ტაქტიკები კი ასე გამოიყურება. ყურადღების გადატანა კონკრეტული საკითხიდან პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით. იძულება ეჭვი შეატანინონ სხვებს საკუთარ შეხედულებებსა თუ მოგონებებში. სხვისი ემპათიით სარგებლობა, რათა ვალდებულების განცდა დაებადოთ. მნიშვნელოვან საუბრებში ჩართვის უარყოფა, რაც რეციპიენტს იმედგაცრუებულს ტოვებს. მანიპულაციებს ყველგან იპოვით, თუმცა საგანგაშო ნიშნებს გაგაცნობთ. არა თანმიმდევრული ამბები, როცა ფაქტები ან შეთანხმებები კონტექსტის მიხედვით იცვლება. დაუსაბუთებელი თავდაცვა, გადაჭარბებული რეაქცია ლოგიკურ კითხვებსა თუ საკითხებზე. მსხვერპლის როლის მორგება, გამუდმებით სხვისი დანანაშაულება. თუმცა მანიპულაციის ამოცნობა ერთია, მაგრამ მათზე პასუხის გაცემაც საჭიროა, ამიტომ ქვემოთ სტრატეგიებს გაგაცნობთ. თქვენივე სიმშვიდის შესანარჩუნებლად და მანიპულატორებთან გასამკლავებლად. დააწესეთ მკაცრი საზღვრები. მანიპულატორებისთვის ბუნდოვანი საზღვრები კომფორტის ზონაა, ამიტომ იყავით მკაფიო. დააწესეთ საზღვრები და თანმიმდევრულობა შეინარჩუნეთ. უერთგულეთ ფაქტებს, ჩაიწერეთ შეთანხმებები და როცა ნარატივი ცვლილებას დაიწყებს, გადახედეთ მათ. თავი არიდეთ ემოციურ ჩართულობას. მანიპულატორები ხშირად სარგებლობენ რეაქციებით, ამიტომ სიმშვიდე შეინარჩუნეთ და ფოკუსირდით. ასე მათ ტაქტიკას გაანეიტრალებთ. ეძიეთ მხარდაჭერა. ამ პროცესში არც ხვების დახმარებაზე უნდა თქვათ უარი. იქნება ეს სანდო მეგობარი, ფსიქოთერაპევტი თუ იურიდიული მრჩეველი. გააჩნია მანიპულაციის და მანიპულატორის სიმძაფრეს. გახსოვდეთ, რომ მანიპულაციისგან გათავისუფლება მხოლოდ ტოქსიკური დინამიკის დასრულებას არ ეხება. საკუთარი ძლიერი მხარეების აღმოჩენა უფროა. თუ ერთი ნაბიჯით უკან დაიხევთ, სიმართლეს დაინახავთ. გაიაზრებთ, რომ მანიპულაციის ქვეშ ხართ და ეს თქვენი ბრალი არ არის. ამის გაანალიზება კი ბევრ რამეს შეცვლის. პროცესში კი მთავარია: პირველი, არ შეადაროთ თავის ხვებს. მეორე, ირგვლივ პოზიტიური ადამიანები შემოიკრიბეთ. მესამე, იზრუნდათ თქვენს სხეულზე. მეოთხე, იყავით კეთილი საკუთარი თავის მიმართ. მეხუთე, ივარჯიშეთ საკუთარ თავთან პოზიტიურად საუბარში. მეექვსე, გაუმკლავდით თქვენს შიშებს. მეშვიდე, გააკეთეთ ის, რაც კარგად გამოგდით. მერვე, იცოდეთ როდის თქვათ არა. მეცხრე, დააწესეთ რეალური მიზნები. გამოიწერე კოდის YouTube არხი. ნახე უამრავი საინტერესო ვიდეო სხვადასხვა თემაზე.